რა პირობებში უწევთ მუშაობა კურორტ ბეშუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს. სიტუაციის ადგილზე გარკვევის მიზნით ბეშუმში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეგიონული სამსახურის უფროსი იმყოფებოდნენ. სეზონის განმავლობაში კურორტზე სასწრაფო დახმარების ერთი ბრიგადა იმუშავებს. მედიკოსების განცხადებით მათ მთავარ პრობლემას მოძველებული ტექნიკა წარმოადგენს, რომელიც სასწრაფოდ შეცვლას საჭიროებს. ლევან გორგილაძის განცხადებით ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ავტოპარკი ახლო მომავალში განახდება. რო იქნება კურორტი შევსილი, მე მგონი ერთი ექიმის დამატება გაჭირდება ამბულატორული პაციენტების მისაღებად და გაგვიადილდება ჩვენაც მუშაობა. დანარჩენი ახლა დატვირთვა დღეში 3-4 გამოძახება მაინც არის საშუალოდ და ემსახურებით შეძლებს და გვარად. ამ ეტაპზე ყველა მანქანა მუშაობს, მაგრამ როგორც მოძველებული, აი აქედან გამომდინარე რაღაც შემთხვევებში შეიძლება იყოს პრობლემა, მაგრამ კონკრეტულად, როდესაც მოდის ბეშუმისთვის მანქანა, სრულად არის გამართული და რაიმე ესეთი შემთხვევა ჯერჯერობით არ არის დაფიქსირებული. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა ტენდერი ახალ მანქანებზე და მთლიანად საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აჭარაშიც და ბეშუმისთვისაც განკუთვნილი მანქანა, რომელიც ზამთრის სეზონზე ხულოში იქნება, მაგრამ ჩვეულებრივად სეზონზე შემდეგ მოემსახურება ბეშუმს, იქნება ყველა მანქანა შემდეგი წლიდან ახალი.